Daily Mail-ისა და Defensive One-ის ცნობილი გამოცემების თანახმად, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია განიხილავს ევროპული 4 სახელმწიფოს ავსტრიის, უნგრეთის, იტალიისა და პოლონეთის გამოსვლას ევროკავშირიდან და ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ეს კონცეფცია იმეორებს ერთგვარად იმ ამერიკულ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს Make Europe Great Again, ანუ დაუბრუნოთ ევროპას ძველი დიდება, დაახლოებით ის იდეოლოგიური ჩარჩორასაც ატარებდა შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტის იდეოლოგია ამერიკასთან მიმართებით და ეს ბადევს ერთ მთავარ კითხვას დადგა თუ არა დრო იმისა, რომ ევროპული კავშირი 21 საუკუნეში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება მიმდინარეობს, დაიშლება. გამარჯვებათ, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს ვისაუბრებთ ამერიკისა და ევროპის უმთავრესად კი ბრიტანეთის ფარულ დაპირისპირებაზე ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში. სანამ უშუალოდ ამ ახალ ინიციატივას განვიხილავთ, მე მინდა რომ თქვენი ყურადღება მივიპყრო ბრიტანეთზე როგორც იმ იმპერიაზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცდილობდა ყოფილიყო მთავარი არქიტექტორი მსოფლიო პოლიტიკის წესრიგისა. უპირველესად ის ევროპის კონტინენტს ესე იგი დიდი ხნიანი ამ ესე იგი ომების დაპირისპირების შემდგომ განიხილავდა ესეთ სტაბილურ ბუფერულ ზონას, სადაც აუცილებელი იყო ძალათა ბალანსის პრინციპების დაცვა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ბრიტანეთი იმ შემთხვევაში ჩაერეოდა აქტიურად ევროპული პოლიტიკის საქმეებში, თუ რომელიმე აქტორი შეეცდებოდა ამ ძალათა ბალანსის დარღვევას და გაძლიერებას. აი სწორედ ეს გახდა მიზეზი ბრიტანეთის მონაწილეობისა ისეთ მნიშვნელოვან მსოფლიო პროცესებში, როგორც შეიძლება იყოს ნაპოლეონის ომები, პირველი მსოფლიო ომი თუ მეორე მსოფლიო ომი, იმ სხვა მიზეზთა გარდა, რაც არსებობდა ობიექტურ რეალობაში. შესაბამისად, ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ევროპის კონტინენტზე რაღაცა ტიპის წესრიგი, რომელზედაც მას ექნება ზეგავლენის ინსტრუმენტები. 2022 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად დღეს უკვე ყველა თანხმდება ამაზე და ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია საერთოდ ხო ესე იგი ადასტურებს იმას, რომ დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება. შესაბამისად, დაირღვა აი ამ ძველი წესრიგის კონცეფცია და დაირღვა იმით, რომ შუაგულ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი კონფლიქტს აედო საფუძველი, შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. შესაბამისად, თქვენ გახსოვთ, როდესაც პირველი პერიოდი, პირველი თვეები იყო აი ამ ასე იგი კონფლიქტისა, როგორ აქტიურად მონაწილეობდა ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და ცდილობდა ყოფილიყო ერთგვარი ანტირუსული კოალიციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური ფიგურა. თუმცა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში შეიცვალა ხელისუფლება, თუ აქამდე ეს ორი ლონდონი და ასე იგი ვაშინგტონი გარკვეულწილად სინქრონულად მოქმედებდნენ, ტრამპის მოსვლის შემდგომ ცალსახა გახდა, რომ ახალი ადმინისტრაცია არ აპირებდა აი ამ ძველი პოლიტიკურ დინებას გაჰყოლოდა და როდესაც ალიასკაში მოხდა შეხვედრა, რამაც გამოიწვია კიდევაც, ხო, ბევრი მათ შორის საქართველოში ბევრი ადამიანის აღშფოთება, რომელიც ბრმად მიყვებოდა ამ ძველ სოფლიო წესრიგს და ეგონა, რომ სოფლიო დარჩებოდა ისევ რაღაცა უნიპოლარული, ისევ დასავლური ჰეგემონიის ქვეშ. თუმცა ალიასკის შეხვედრის შემდგომ უკვე ნათელი იყო ის, რომ რაღაცეები გადალაგდებოდა. ეს მოცემულობა აღიარა კიდევაც გერმანიის კანცლერმა და თქვა, რომ პაქს ამერიკას ეს ცნობილი პროექტი, რომ ამერიკაზე იყვნენ დამოკიდებულები ევროპელები და თვითონ ამერიკა უქმნიდა მათ უსაფრთხოების სტრუქტურას, რამაც საფუძველი მისცა ევროპელებს, რომ შეიქმნათ კეთილდღეობის სახელმწიფო, მოშლილია და თუ ევროპას სურს, რომ დარჩეს ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაში, მან უნდა მოახერხოს მობილიზება და გადაიწყოს ახალ რეალობაზე, შექმნას ადეკვატური და ეფექტური ასე იგი სამხედრო ინდუსტრია, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს. ამის გარდაქმნა მარტივად, რა თქმა უნდა, ევროპული სახელმწიფოები გერმანია იქნება საფრანგეთი თუ სხვა დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები
ასე თუ ისე არსებობს ამის თეორიული შანსი პირობითად, რომ ეს გარდაქმნის პროცესი მათთვის ნაკლები ტკივნეული იყოს, მიუხედავად იქ არსებული პრობლემებისა, იქნება ეს მიგრაციული თუ სამხმარებლო თუ ასე იგი სამრეწველო ეკონომიკის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ევროპელებს გააქვთ ამით რაღაცა თეორიული შანსები, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით ისინი როცა ამბობენ, რომ იცი რა ჩვენ 2028 წელს 30 წელს სხვადასხვა თარიღების სახელდება მზად იქნებით ამ დიდი სამხედრო დაპირისპირებისათვის, არსებული შეფასებით მოკლედ ამის შანსი ნაკლებია ბევრი სხვა მიზეზთან გამო. არის თუ არა უკრაინა დროის მოგების მექანიზმი ევროპელებისათვის? ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც პასუხს გასცემს აი ამ ევროპულ-ამერიკულ დაპირისპირებას. ნათელია ის, რომ შეერთებული შტატების მთელი ყურადღება მიპყრობილია ახლა უკვე ჩინეთისაკენ და იქ, როგორც მისი უსაფრთხოების სტრატეგიაშია გაწერილი, იქ მოხდეს შეკავება, მოკლედ ჩინეთისა, იმიტომ რომ ჩინეთი ქმნის იმ დიდ საფრთხეს ამერიკული ჰეგემონიისათვის. ნათელია ისიც, რომ როგორც საუბრობენ მონროს დოქტრინაზე და მის დაბრუნებაზე ამერიკის პოლიტიკაში, ცდილობს შეერთებული შტატები, რომ მის კონტინენტზე მოახერხოს ჰეგემონიის დაბრუნება და იქ სხვა ისეთი აქტორების ნეიტრალიზაცია, როგორც შეიძლება იყოს ვენესუელა, კოლუმბია, კუბა და მათ შორის უდიდესი ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერი ბრაზილია, რომელიც ჩინეთთან ერთად და ინდოეთთან და რუსეთთან ერთად ქმნის ამ ბრიქსის კავშირს, რამაც პირდაპირ დაარტყა დასავლეთის წამყვან როლს სოფლიო პოლიტიკაში. ამ რეალობაში შეერთებული შტატები ფიქრობს იმას, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც უნდა შეჩერდეს და სწორედ აი ამ მთავარ საკითხზე არის დაპირისპირება ლონდონსთან და ვაშინგტონს შორის. როგორც მოგახსენეთ, ინგლისელებისთვის მთავარი არის ამ ევროპული ბალანსის დაცვა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზონად არის მოკლედ გამოცხადებული აქ ესე იგი ძალთა ბალანსი და ვახსენეთ კიდევაც ისტორიული პარალელები, როცა ბრიტანეთი ერთვებოდა აქტიურად სამხედრო მოქმედებებში. თუ დაუკვირდებით იმას, რომ 28 პუნქტის მოლაპარაკების პარალელურად შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელდა უკრაინული სამხედროების მიერ შეტევა რუსულ გემებს. და როგორც აღმოჩნდა, იქ აი ამ შეტევის დროს რამდენიმე სხვა გემის დაზიანდა არასამხედრო დანიშნულების, რაზეც პუტინს ჰქონდა ყირგიზეთიდან ესე იგი მესიჯი მკაცრი გამოგზავნილი, რომ თუ ეს გაგრძელდება საზღვაო სამართლის აძლევს მას უფლებას იმისა, რომ ესე იგი მკაცრი ოღონდ ჩვენ არ ვიძახით რომ ამას განახორციელებთ, მაგრამ იდეაში ვიფიქრებთ იმაზე, რომ ამ ესე იგი ბარბაროსობას, როგორც უწოდა ვლადიმერ პუტინმა, საკადრისი პასუხი გასცეს. ახლა როგორც ამობენ ამ ოპერაციაში ეს არ იყო მხოლოდ უკრაინელების დაგეგმილი, საუბრობენ ბრიტანული დაზვერვის ჩართულობაზე, ასევე ბრიტანელებს ასახელებენ სხვადასხვა წყაროები იმ ცნობილი დრონების სპეცოპერაციაზე, რომელიც რუსეთის სიღრმეში განხორციელდა. ფაქტია ის, რომ როდესაც ახალი ადმინისტრაცია მომოვიდა შეერთებულ შტატებში, მათ შეწყვიტეს, ესე იგი, ამერიკელებმა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის და როდესაც ამერიკელებმა დაიწყეს მობილიზება პუერტო-რიკოში ვენესუელის რეჟიმის წინააღმდეგ, როგორც გავრცელდა ინფორმაცია და შემდეგ დადასტურდა კიდევაც ბრიტანელებმა შეუწყვიტეს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ამერიკელებს. ეს ფაქტი უკვე ცალსახად მეტყველებდა იმაზე, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება აქვს ადგილი. ბრიტანელების ესე იგი ინტერესის სფეროში არის ის, რომ ევროპის კონტინენტზე ორი მიმართულება შეგვიძლია გავშალოთ. ერთი ის, რომ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდეს აქტიურად და არ მიცეს საშუალება რუსეთს, რომ მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკების ის შედეგი, რომელიც მოსკოვისთვის სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ ეს ცალსახად უკვე ნიშნავს ევროპის კონტინენტზე საერთოდ ამ ძველი სტრუქტურის ჩამონგრევას და იქ ისეთის ხელისუფლებების მოსვლას, ისეთი ძალების მოსვლას ხელისუფლებაში, როგორც შეიძლება იყოს გერმანიაში AfD
ან სხვა მემარჯვენე ძალები, რომლებიც ამ ბიუროკრატიას, ევროპის ბიუროკრატიას ეწინააღმდეგებიან. აი მაგალითად როგორიც არის ლეპენი, როგორიც არის ორბანი, ფიცო და ასე შემდეგ. ამ რეალობაში უკვე ბრიტანეთს თავისი რაღაცა აი ამ გეოპოლიტიკურ თამაში დაბრუნება საკმაოდ გაუჭირდება. ამ ადმინისტრაციაზეა საუბარი და იმ პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც ბრიტანეთის აი არსებულ ესე იგი პოლიტიკის დღის წესრიგს კარნახობს. ამიტომაც ბრიტანეთი შეეცდება აუცილებლად რომ თელ ესე იგი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებში მისმა სადაზვერვო საქმიანობამ გამოიწვიოს ის რომ მაქსიმალურად შეაკავოს რუსეთი კონკრეტულ არსებულ საზღვრებში. საუბარი იყო ის რომ საკმაოდ აქტიურობენ ბრიტანელები ესე იგი კავკასიაში, კერძოდ აზერბაიჯანის და თურქეთში, ზოგადად აზერბაიჯანი და თურქეთი ბრიტანელებისთვის ისტორიულად ესე იგი ინტერესის და მათი სადაზვერვო საქმიანობის თუ ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიად განიხილება და საკმაოდ თავის დროზე აქტიური მოქმედებები აქვს განხორციელებული ჩერჩილსაც. საუბრობენ იმასაც, რომ ალიევისა და პუტინის დაპირისპირების ინსპირატორები და ერთ-ერთი შემგულიანებელი ხალხი არიან ბრიტანელები და მომავალში შეიძლება არც გამოირიცხოს ის, რომ აქ კიდევ შეეცადონ ისეთი რაღაც მოქმედებების დაგეგმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსულ ინტერესებს და ზოგადად გეოპოლიტიკურ სტაბილურობის და უსაფრთხოებას კავკასიაში. მეორე მიმართულება არის ის, რომ ახალი სოფლიო წესრიგის ფორმირებაში ყველა ცდილობს, როგორც აქამდე ვთქვი, მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიიღოს ან ნაკლები ზიანი. შესაბამისად, ამ ვაჭრობაში, რომელიც დაიწყო ალიასკაზე, ხო, ამერიკასა და რუსეთს შორის და შემდეგ მოლაპარაკებების ყველა რაუნდი მათ შორის იმართებოდა ისე, რომ იქ არ მონაწილეობდნენ ევროპელები და საკმაოდ ბევრი, ესე იგი, ჩივილი გაისმა ევროპის კონტინენტიდან ამაზე, რომ შეუძლებელია ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ და იქ ევროპა არ მონაწილეობდეს. შესაბამისად, ამ ვაჭრობაში ამოვარდნილი ევროპა სურს რაღაცნაირად დაბრუნდეს და ბრიტანელთა აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს ის რა თქმა უნდა მე შორს ვარ იმაზისაგან რომ ლონდონისა და ვაშინგტონის დაპირისპირება რაღაცა უფრო მკვეთრ მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზრდება იმიტომ რომ აიქაც არიან ხალხი ვინც ობიექტურად დაფასებენ არსებულ პოლიტიკურ რეალობას ამ შემთხვევაში ინგლისზე მაქვს საუბარი თუმცა აი ამ ვაჭრობის დიდ მაგიდაზე იმისთვის რომ სასურველი ადგილი დაიკავოს ალბათ ლონდონი ყველაფერს შეეცდება და აი ეს ცდელობა გამოიხატება სავარაუდოდ იმაში რომ მაქსიმალურად აწიოს ფასი უკრაინაში რა ტიპის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება და მაქსიმალურად შეიცადოს ის რომ აი მე თუ არა და ჩემ თუ არა ჩემი ინტერესები მაშინ ყველა მხარეს მოკლედ ძვირი დაუჯდება იქ კომპრომისის მიღება. ახალი სოფლიო წესრიგი თავის თავში ასე თუ ისე ჯერ არ არის ფორმირებული და სანამ ფორმირდება ახალი სოფლიო წესრიგი მიმდინარეობს აი ამ ძველი სტრუქტურის დანგრევა და თუ გადავხედავთ ისტორიას ნათელია ის რომ როდესაც რაღაცა ძველი ურთიერთობების სტრუქტურა იშლება ამას ყოველთვის მოყვება რაღაცა დონის გაურკვევლობა და აქ ცდილობენ ხოლმე სახელმწიფოები რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიიღონ ან მეტი სარგებელი მოიპოვონ აი მაგალითად როგორც კი გავრცელდა ეს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია საუდის არაბეთი იემენში შეიჭრა ტაილანდი კამბოჯაში შეიჭრა და დაიწყო აგრესიული პოლიტიკის გამოვლენა რიგმა სახელმწიფოებმა და რაც ჩემი აზრით გაგრძელდება კიდევაც ну ვისაც რა აქვს მოსაგვარებელი რომ ადრე თუ ანუ ამ სანამ ახალი სოფლიო წესრიგი შევა უკლედ სრული მასშტაბით ამოქმედება მოასწრონ ეგ ეწოდებული თავიანთი გასაკეთებელი და მომგებიან პოზიციაში შეხვდნენ უკვე ახალ რეალობას. შესაბამისად ეს გულისხმობს იმას რომ ბევრი რაღაცეები ანუ ბევრი ნიუანსები რომელსაც რიგ შემთხვევაში შეიძლება ეს პოლიტიკური სუბიექტები ანგარიშს უწევდნენ მაგალითად იგ რეგიონულ ურთიერთობებს ან რაღაცა ვალდებულებებს რაღაცები გადაიხედება მთელ მსოფლიოში.
ხა იდეაში ამ ლიბერალურმა დისციპლინებმა კარგახანია ჩაიარა და ჩვენ საზოგადოებაში ხვდებიან ამას. თუმცა ისიც თქვა მინდა რა, აი ახალი სოფლიოს მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს მონაწილეობს ისეთ სამის, სადაც აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ მის რეგიონს ეხება. რა თქმა უნდა, იქ პუტინიც იქნებოდა. ხო, მთელი სოფლიო ცდილობს, რომ დაალაგდეს და ტრამპი იქნება ეს თუ სხვა ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. ეხლა და ზოგადად ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ სანამ ვიღაცას ხვდები, მაშინ არის შანსი იმისი, რომ რაღაცა კომპრომისი გამონახო და როცა ურთიერთობა არ გაქვს, საფრთხები კიდევ უფრო მეტად იზრდება. მე არ ვიცი ვინ რაზე ისაუბრა და რა შედეგები ჰქონდა ამას. თუმცა აუცილებელია, რომ გავაქტიურდეთ. ნუ ამას ახლა მე ყოველ შემთხვევაში რაც უნდა მოუწოდო არსებულ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იქ ვიღაცა აანალიზებს და მეორეა კიდე გაითვალისწინებენ თუ არა, მაგრამ ჩემი ამ შემთხვევაში ადრესატი არის საზოგადოება. სანამ საზოგადოებაში არ გაჩნდება ეს რაღაცა მასობრივი ცნობიერება იმისი, რომ თან ასეთ რთულ პერიოდში, ამ პერიოდში ახლა ჩვენ შევდივართ ნელ-ნელა, რომ აუცილებელია რეგიონში დავალაგოთ ურთიერთობები, რათა ესეთი აი ეს აზერბაიჯანის გამოხტობა, რომელიც ვნახეთ, ნეტავ იყოს ის მინიმალური ამბავი, რაც შეიძლება მომავალში გველოდებოდეს. და ამას გადავიტანთ მათ თავხედურ იმას, რა ქვია, ბრალდებებს. მაგრამ ჩემი აზრით კიდევ უფრო გართულდება, იმიტომ რომ საკმაოდ კომპლექსურია თვითონ აი ამ თანამედროვე სოფლიოს ჩამოყალიბების პროცესი და ამ გართულებაში ჩვენი ყურადღების გადატანა ისევ იმ ძველი ღირებულებით ნაშენებულ წესრიგზე საზიანო იქნება და პირიქით ეს არის სწორედ იმ რაღაცა სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებული პროპაგანდისტული ნარატივები, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ინტერესებზე კი არ ასხავს, არამედ მათ ინტერესებზე. მადლობა ყურადღებისათვის.